არც ერთი სხვა ზღვის ბინადარი არ ყოფილა ისეთივე დიდებული, როგორიც მეგალოდონი იყო. მეცნიერები ამბობენ, რომ მეგალოდონები უამრავი წლის წინ გადაშენდნენ, მაგრამ ასეა ეს სინამდვილეში. ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ჩვენს დროში ის საკუთარი თვალით ნახეს. სხვები კი ამბობენ, რომ ეს გიგანტი თანამგზავრმა დააფიქსირა. აი ეს ფოტოც. თუ კი გადაშენდა, მაშინ ეს რა არსებაა? მოკლედ, ამ ყველაფერს უფრო დეტალური დაკვირვება სჭირდება და ამიტომაც დღევანდელ ვიდეოში შევკრიბეთ ფაქტები, რომლების მიხედვითაც ჩვენს დროში მეგალოდონი ისევ არსებობს. მაშასე, ყურადღებით უყურე ვიდეოს ბოლომდე. 2021 წლის ივლისში ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი საზღვაო ექსპედიციის დროს ვიდეო კამერებმა დააფიქსირეს არსება, რომელიც გემზე მყოფების აზრით მეგალოდონი იყო. ექსპედიციის პერიოდში ერთ-ერთი მონაწილე გემზე ავიდა ტექნიკური ხარვეზის გასასწორებლად, რა დროსაც სიმაღლიდან აი ეს დაინახა და საკუთარი ტელეფონით გადაიღო. ეს მამაკაცი ფიქრობდა, რომ დაინახა მეგალოდონი, რომელიც შთამბეჭდავი ზომის იყო. თქვენ როგორ ფიქრობთ, გავს ეს უზარმაზარი ზვიგენი მეგალოდონს? ბიჭის თქმით, ამ ზვიგენის ზომები შთამბეჭდავი იყო და ის სხვა ვერაფერზე ფიქრობდა იმ დროს, მხოლოდ ის უტრიალებდა თავში, რომ ეს გიგანტური არსება იყო მეგალოდონი. ნუ თუ ამ ზღვის გიგანტმა გადაწყვიტა ასე მოულოდნელად გამოჩენილიყო ოკეანის ზედაპირზე და ამდენ ადამიანს ეჩვენა ერთდროულად. საინტერესოა. გიგანტი ინდონეზიიდან. დააკვირდით ამ ვიდეოს, რომელიც ინტერნეტშია გავრცელებული. ეს ვიდეო სულ 20 წამი გრძელდება. აქ ჩანს უზარმაზარი ზვიგენი, რომელიც წყლიდან ხტება ზემოთ. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, რომ ეს უზარმაზარი ზვიგენი მეგალოდონი იყოს? ეს კადრები ინდონეზიურ ახალ ამბებში გავრცელდა, ამიტომაც კონტექსტი უცნობია. ამ შემთხვევაში, რასაც უნდა დაუჯეროთ, ეს მხოლოდ ჩვენი თვალია. მაგრამ როგორ გავარჩიოთ მეგალოდონი ჩვეულებრივი დიდი ზომის ზვიგენისგან? ესეც ლოგიკური კითხვაა. ვიცით, რომ მეგალოდონი და ჩვეულებრივი დიდი ზომის ზვიგენი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ მეგალოდონის ძირითადი აღწერილობა, რომ შეგვეძლოს გარჩევა. ეს უბრალოდ დიდი ზვიგენია თუ ის დიდებული ზღვის მონსტრი, რომლისაც ერთ დროს ყველა არსებას ეშინოდა. და რადგანაც სოციალურ ქსელებში დღეს ძალიან ბევრი ტვირთავს ვიდეოს და წერს, რომ მეგალოდონი დაინახა, ჩვენ უნდა შეგვეძლოს რეალური კადრების ყალბისგან გარჩევა. ამისთვის კი მოდი ზოგადი ცნობები გავიხსენოთ მეგალოდონის შესახებ. მეგალოდონი ზღვის გადაშენებული სახეობაა. ითვლება ყველა დროის უდიდეს ზვიგენად და შესაბამისად უდიდეს თევზად მსოფლიოს ისტორიაში. აღმოჩენილი ნაშთების საფუძველზე მის არსებობას მოიაზრებენ ადრეული მიოცენიდან პლიოცენის დასრულებამდე. სიტყვა მეგალოდონი ბერძნული ენიდან მოდის და გიგანტურ კბილს ნიშნავს. 2020 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად მეგალოდონის სიგრძეში 16 მეტრს აღწევდა, რაც დიდ თეთრ ზვიგენს სამჯერ აღემატებოდა. მისი თავი დაახლოებით 4 მეტრი და 65 სანტიმეტრი იყო. ზურგის ფარფლი ზრდასრული ადამიანის სიმაღლეს უტოლდებოდა, ხოლო კუდი თითქმის 4 მეტრს შეადგენდა. ნაშთები ნაპოვნია წყალმარჩხ ტროპიკულ და ზომიერ ზღვებში, ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტის სანაპირო ზოლთან ახლოს და კონტინენტური შელფის რეგიონებში. კბილის ფორმით ჰგავდა თანამედროვე დიდ თეთრ ზვიგენს. განიხილება მასთან ნათესაური კავშირის, თუმცა ეს ჯერჯერობით მაინც კვლევის საგანია. სავარაუდოდ წარმოადგენდა კვების პირამიდის უმაღლეს საფეხურს. ნადირობდა კბილიან და უკბილო ვეშაპებზე, სერენებზე და სელაპებზე. ზრდასრულს ბუნებრივი მტერი ფაქტობრივად არ ჰყავდა და მოზარდი შესაძლოა სხვა ზვიგენების მსხვერპლი გამხდარიყო. მეგალოდონის გადაშენება დაკავშირებულია ოკეანის ტემპერატურის კლებასთან, რაც კლიმატის ცვლილებებმა გამოიწვია. ერთ-ერთ ფაქტორად განიხილება მისი ძირითადი მსხვერპლის, უკბილო ვეშაპის ხელმისაწვდომობის შემცირება და ბუნებრივი კონკურენტების, მაგალითად დიდი თეთრი ზვიგენის და ცელნამგალო ვეშაპის ზრდა. მოგეხსენებათ, რომ ორივე არსება სასტიკი მონადირეა. ესეც მეგალოდონის ზოგადი აღწერა. ახლა დაუბრუნდეთ კადრებს, სადაც, როგორც ინტერნეტ მომხმარებლები ამბობენ, მეგალოდონი დაინახეს. 2016 წლის იანვარში ავსტრალიის სანაპიროზე შეამჩნიეს 7 მეტრის სიგრძის ზვიგენი. ეს ზვიგენი ძალიან დიდი იყო, თუმცა ზომით ვერ უტოლდებოდა მეგალოდონს. გიგანტი ზვიგენი იმ დროს დაინახეს, როცა სანაპიროს დაცვა ვერტმფრენით პატრულირებდა. სანაპიროს პატრულის თქმით, ეს არსება იმდენად დიდი იყო, რომ მთელი ეკიპაჟი გაოცდა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიგანტი ზვიგენი სანაპიროდან 100 მეტრში დააფიქსირეს. ამ დროს კი სანაპიროზე ხალხი იყო. სანაპიროს დაცვა მაშინვე საქმეს შეუდგა. სასწრაფოდ აცნობეს ეს საზოგადოებას და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილეს ყველა. დაიწყეს ევაკუაცია. წყლიდან ამოვიდა ყველა ადამიანი. ისინი სანაპიროზე იდგნენ და თვალს ადევნებდნენ მოვლენებს. გაიჟღერა ვერსიამ, რომ ეს მეგალოდონის შვილი იყო.
შედარებით პატარა მონსტრი. თუმცა, ესეც მათი ვერსია, ვინც ის დაინახა და იმ მომენტში ემოციებისგან აღარ იცოდნენ თუ რა ეთქვათ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ თუ კი ეს მეგალოდონის შვილი იყო, ახლომახლოს გამოჩნდებოდა ნამდვილი 16 მეტრის სიგრძის მეგალოდონიც, რომელსაც ვერ გადაურჩებოდა ვერავინ. სანაპიროს პატრულის თქმით, ეს იყო ყველაზე დიდი ზვიგენი, რაც კი ოდესმე უნახავთ. მათი სიტყვები კი უნდა დავიჯეროთ, რადგან ამ პროფესიის ადამიანს ძალიან ბევრი რამ აქვს ნანახი ზღვაზე. უზარმაზარი არსება გამორიყა ზღვამ სანაპიროზე. თუ კი თქვენ ზღვის მონსტრების ნამდვილ მოყვარული ხართ, მაშინ ეს კადრები აუცილებლად დაგაინტერესებთ. დააკვირდით ამ ვიდეოს. აქ ჩანს, რომ რაღაც მკვდარი უზარმაზარი ზღვის არსება გამორიყა წყალმა სანაპიროზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ის არ ჰგავს ჩვეულებრივ ვეშაპს. ზოგადად ვეშაპების სიკვდილის შემდეგ ხშირად ჩნდებიან სანაპიროებზე, რადგან მკვდარს ადვილად მიაქანებს დინება. თუმცა, ეს არსება ზომით ძალიან დიდია და ის მოგოგონებს ზვიგენს. აქაც აღნიშნავ, რომ ამ კადრებზე ინფორმაცია არ მოიპოვება და კონტექსტიც უცნობია. და რადგანაც თქვენ უკვე იცით მეგალოდონის ზომები და მისი აღწერა, შესაბამისად წარმოდგენაც გაქვთ მის შესახებ, ამიტომაც თავად უნდა გადაწყვიტოთ, ეს მკვდარი არსება მეგალოდონია თუ უბრალოდ დიდი ზვიგენი, რომელიც სიკვდილის შემდეგ დინებამ ნაპირზე გამოიტანა. მეგალოდონის კბილი. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია. თქვენ საყვარელ ადამიანთან ერთად სანაპიროზე სეირნობთ, ტკბებით ბუნების სილამაზით და აღტაცებული ხართ ზღვით. ამ დროს კი ხედავთ ისეთ რამეს, რაც თქვენს შოკირებას იწვევს. არტეფაქტს, რომელიც ათასობით წლისაა. ასეთი შანსი შეიძლება მილიონში მხოლოდ ერთი იყოს. თუმცა აი ამ წყვილს ჩრდილოეთ კაროლინადან გაუმართლა. ეს ჯესიკა და საიმონ ოუენსები არიან. ისინი სეირნობის დროს წააწყდნენ უზარმაზარ კბილს, რომელიც რამდენიმე 1000 წლის იყო. დააკვირდით, რა მხელა კბილია. ის ადამიანის ხელის გულის სიგრძისაა. ჩნდება კითხვა, შესაძლოა რომ ეს მეგალოდონის კბილი იყოს. ნამდვილად საინტერესოა. სურათი თანამგზავრიდან. Google საოცარი რამეა. ის ძალიან გვიმარტივებს ცხოვრებას. ინფორმაციის მოძიების კუთხით ეს ნამდვილი სენსაციაა. აი ეს ვიდეოც რომ შედგა სწორედ Google-ის დამსახურებაა. Google-ში ვაწყდებით თანამგზავრიდან გადაღებულ სურათებს. შესაძლოა ეს სურათები გარკვეულ საიდუმლოებებსაც შეიცავდეს. საინტერესოა, რას ვხედავთ ამჯერად თანამგზავრიდან გადაღებულ სურათებზე. 2017 წელს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა თანამგზავრული ფოტო, რომელზეც როგორც მეცნიერები ამბობენ, შესაძლოა გამოსახული იყოს მეგალოდონი. აი ეს ფოტო. ამ ფოტოს შესწავლის შემდეგ მეცნიერების ვარაუდით შესაძლოა ეს უზარმაზარი ზვიგენი 20 მეტრს აღწევდეს. ამ ზომებიდან გამომდინარე მივდივართ ვერსიამდე, რომ ეს შესაძლოა სწორედ ის გიგანტური მონსტრია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. რა არის ეს სინამდვილეში? თანამგზავრის ხარვეზია თუ რეალურად მეგალოდონია, რომელიც თანამგზავრმა დააფიქსირა. ვერსიები არ წყდებოდა იმ დროს, როდესაც ის გამოჩნდა. მოგვიანებით გაჩნდა დამატებითი ინფორმაციაც, რომ ფოტო გადაღებული იყო სპარსეთის ყურეში და ეს არის ადგილი ირანსა და არაბეთის ნახევარკუნძულებს შორის. ის ჰორმუზის სრუტით უერთდება ომანის ყურეს, არაბეთის ზღვას და ინდოეთის ოკეანეს. სწორედ სპარსეთის ყურეში ჩაედინება ტიგროსი და ევფრატი. ამიტომაც გაჩნდა კიდევ ერთი კითხვა. შესაძლოა რომ ეს უბრალოდ რომელიმე მდინარის მონსტრი იყო და მეცნიერებს უბრალოდ ის შეეშალათ და მეგალოდონი ეგონათ. ეს უცნობია, მაგრამ ფაქტი ჩვენს წინაშეა, რაღაც დიდი, რომელიც ძალიან ჰგავს მეგალოდონს. მთლიანობაში მთელს მსოფლიოში ასეთ საკითხებზე ბევრი მსჯელობს და საუბრობს. ფაქტები არსებობს, როგორც თანამგზავრის ფოტოები, ასევე ვიდეო ჩანაწერები და სხვა უამრავი რამ. თუმცა ასევე საყურადღებოა მეთევზეების მონათხრობების და მათი თვალით ნანახიც. მართალია მეთევზეებს სახელი აქვთ გატეხილი ამ მხრივ და ყოველთვის აზვიადებენ ნანახს, მაგრამ მათი მოსმენა ღირს, როცა მეგალოდონზე ვსაუბრობთ. გადავინაცვლოთ სამხრეთ ავსტრალიაში 1918 წელს. დეივიდ სტედი გაგზავნეს საკმაოდ უჩვეულო სიტუაციაში გასარკვევად. დეივიდ ჯორჯ სტედი იყო ავსტრალიელი ნატურალისტი, საზღვაო ბიოლოგი და ავტორი, რომელიც ცნობილია თავისი მოღვაწეობით საზღვაო მეცნიერების სფეროში და ავსტრალიურ ლიტერატურაში შეტანილი წვლილით. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ავსტრალიის საზღვაო ცხოვრების გაგებაში და დაწერა მრავალი წიგნი და სტატია ამ თემაზე. 1918 წელს ადგილობრივი მეთევზეები უარს აცხადებდნენ პორტის დატოვებას და ზღვაში არ შედიოდნენ. ყველაფრის მიზეზად კი აი ამ შემთხვევას ასახელებდნენ. ერთ მშვენიერ დილას მეთევზეები ბადეების ამოსაღებად გავიდნენ ზღვაში. დღე მშვენიერი იყო და ერთი შეხედვით არც არაფერი საფრთხე არ არსებობდა. ისინი მივიდნენ პატარა კუნძულამდე, სადაც წინა დღეს მეთევზეებმა მახეები და ბადეები დაამაგრეს თევზების და კრაბების დასაჭერად. ბადეები ერთ მომენტში ფსკერზე რიფს გამოედო. ამიტომაც რამდენიმე მეთევზე ჩასაყვინთად მოემზადა. როდესაც მათ ზღვაში ჩაყვინთეს, ძალიან მალე შეშინებულები ამოვიდნენ სათევზაო ნავზე და ამბობდნენ, რომ სასწრაფოდ უნდა წასულიყვნენ იქედან,
რადგან დაინახეს უზარმაზარი ზვიგენი, რომლის მსგავსიც იქამდე არასდროს ენახათ. ამ ზვიგენმა მათი მახეები, რომლებიც კრაბებით იყო სავსე, მთლიანად გადაყლაპა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს შესაძლოა მეგალოდონი ყოფილიყო. ასეთი რამ ცხოვრებაში არასდროს ენახათ. მათ სასწრაფოდ დატოვეს ის ადგილი და მას შემდეგ ზღვაში გასვლის ეშინოდათ. როცა ზემოხსენებული დეივიდ სტედი ამ მეთევზეებს შეხვდა, ისინი უმტკიცებდნენ, რომ დაინახეს 35 მეტრიანი ზვიგენი, რომლის თავიც ავტომობილის ფარეხის ზომის იყო. ეს ცოტა სასაცილო მონაცემებია, მაგრამ შეშინებული მეთევზეები თავგამოდებით ამტკიცებდნენ თავიანთ ნათქვამს. დეივიდ სტედი უკვე გამოცდილი მეცნიერი იყო იმ დროისთვის და კარგად ესმოდა ამ მეთევზეების. სტედმა იცოდა თუ როგორი და რა ზომის არსებები ბინადრობდნენ იმ წყლებში. ის ვერ დაუჯერებდა შეშინებულ და იმავდროულად გაუნათლებელ მეთევზეებს, რომელთა ნათქვამიდანაც მხოლოდ და მხოლოდ სიცრუე იკვეთებოდა. თუმცა დეივიდს ერთი რამ კარგად ესმოდა. მეთევზეები შეშინებულები იყვნენ. მათი ზღვაში არ გასვლა ნიშნავდა მათივე ოჯახების შიმშილს. ისინი ასე ვეღარ იშოვიდნენ ოჯახის სარჩენ ფულს. სწორედ ეს მთავარი ფაქტი აფიქრებინებდა მას, რომ მეთევზეებმა მართლაც დაინახეს რაღაც უზარმაზარი, თუმცა არა 35 მეტრიანი არსება. ეს ფაქტი დეივიდ სტედისთვის ნამდვილი თავსატეხი აღმოჩნდა. დღეს უკვე როცა იმ შემთხვევიდან 1 საუკუნეა გასული, უბრალოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მეთევზეები რეალურად წააწყდნენ რაღაც მონსტრს, რომელიც შესაძლოა მართლა იყო დიდებული მეგალოდონი. HMS Challenger-ი იყო ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების იალქნიანი სამხედრო ხომალდი, რომელიც ცნობილია თავისი მნიშვნელოვანი წვლილით საზღვაო მეცნიერებასა და ოკეანოგრაფიაში. ეს გემი ეკიპაჟთან და მეცნიერებთან ერთად ითვლება ინოვაციური სამეცნიერო ექსპედიციის ავტორად. ამ გემის დახმარებით იმდროინდელმა მკვლევარებმა არაერთი დიდებული აღმოჩენა გააკეთეს. Challenger-ი თავდაპირველად აშენდა და პირველად გაუშვეს 1858 წელს, როგორც სამხედრო ხომალდი სამეფო საზღვაო ძალებისთვის, თუმცა 1870-იანი წლებისთვის ის აღარ იყო შესაფერისი სამხედრო სამსახურისთვის, ამიტომაც მისი მთავარი დანიშნულება ექსპედიციები გახდა. გემი ყველაზე ცნობილი გახდა Challenger-ის ექსპედიციით, რომელიც 1872 წელს დაიწყო. ექსპედიციის მთავარი მიზანი იყო მსოფლიო ოკეანეების სისტემური და ყოვლის მომცველი სამეცნიერო კვლევების ჩატარება, ზღვის წყლის ფიზიკური თვისებებიდან დაწყებული საზღვაო ცხოვრებით დამთავრებული. სწორედ Challenger-ს ეხება შემდეგი აღმოჩენა, რასაც მეცნიერები მეგალოდონს უკავშირებენ. 1875 წელს მკვლევარებმა ზღვის ფსკერზე აღმოაჩინეს ეს გიგანტური კბილები. მათ მეგალოდონის 20 სანტიმეტრის სიგრძის კბილები ამოიღეს ფსკერიდან, სულ 10 ცალი. კბილებზე დაკვირვებით აღმოჩნდა, რომ ისინი ეკუთვნოდა რამდენიმე 1000 წლის წინანდელ მეგალოდონს, რომელიც როგორც ჩანს მოკვდა და მისი ნარჩენები ფსკერზე აღმოჩნდა. მსოფლიოში უამრავი აკვარიუმია, სადაც არაერთი ზღვის ბინადარი ჰყავთ. ასეთ ადგილებში ნახავთ პრაქტიკულად ზღვის ყველა არსებას. თუმცა გარდა ერთისა, მსოფლიოში არც ერთ აკვარიუმში არ ჰყავთ დიდი თეთრი ზვიგენი. ვეფხვისებრი რქოვანი ზვიგენი, ვეშაპისებრი და ასე შემდეგ. ჩამოთვლითაგან ნებისმიერ შეხვდები დიდ აკვარიუმებში გარდა თეთრი ზვიგენისა. რატომ? იქნებ იმიტომ, რომ დიდი თეთრი ზვიგენი დაუნდობელი მტაცებელია და ძალიან ძლიერია. არა, აქ მისი ძალა არაფერ შუაშია. ის სულ სხვა მიზეზით არ ჰყავთ აკვარიუმებში. ამ მიზეზის შესახებ კი დღევანდელ ვიდეოდან გაიგებთ. ზვიგენები შეუდარებელი მონადირეები არიან. ხშირად ისინი ისე ესხმიან თავს მსხვერპლს, რომ ის ამას ვერ ხვდება და არ ელოდება. როგორც სხვა ყველა ძლიერი მტაცებელი, დიდი თეთრი ზვიგენიც უპირატესობას მოულოდნელ თავდასხმას ანიჭებს. მაგრამ როგორ უნდა იყოს შეუმჩნეველი ღია ზღვაში დიდი 6 მეტრიანი არსება. ამ ყველაფერში თეთრ ზვიგენს საოცარი შეფერილობა ეხმარება. მისი ფერი გარდამავალია და ორი ფერისგან შედგება. თუ კი მას ზემოდან დავხედავთ წყალში, ის ფაქტობრივად შეუმჩნეველია. ხოლო ამის საპირისპირო სიტუაციას ვხედავთ, თუ კი მსხვერპლი მის ქვემოთაა. ზვიგენი შეუმჩნეველია ზედაპირზე თეთრი მუცლის გამო, რადგან მზის სინათლისგან განათებულ ზღვის ზედაპირზე ის პრაქტიკულად არ ჩანს. გარდა ამისა, გვერდიდანაც რთულია მისი შემჩნევა. ძირითადად ნადირობა იწყება იმ დროს, როდესაც თენდება. განთიადის პერიოდი საუკეთესო დროა ზვიგენისთვის სანადიროდ, რადგან ამ დროს ის ყველაზე მეტადაა შეუმჩნეველი სხვებისთვის. ოკეანეში უამრავი თევზია, რაც შეიძლება ზვიგენის ნადავლი გახდეს, თუმცა ის არასდროს აქცევს ყურადღებას წვრილმანებს. თეთრი ზვიგენი დიდი მოთმინების უნარით გამოირჩევა. დაცურავს და ეძებს შესაბამის მსხვერპლს. მისი მიზანია იპოვოს და მოინადიროს ის ერთი მსხვერპლი, რომელიც მას კარგად დაანაყრებს და იმ დღეს აღარ დაჭირდება თავის შეწუხება და ნადირობა. მაგალითად, ასეთი მსხვერპლია ზღვის კატა. თუმცა ზღვის კატა არაა მარტივი სამიზნე ზვიგენისთვის.
ზღვის კატა ძალიან მოხერხებული, ჭკვიანი და სწრაფია წყალში. თავად ზღვის კატა შესანიშნავი მონადირეა და თავისზე პატარა თევზებზე იდეალურად ნადირობს. თქვენ წარმოიდგინეთ, მის რაციონში შედარებით პატარა ზომის ზვიგენებიც კი შედის. აქედან გამომდინარე, დიდ თეთრ ზვიგენს უწევს ინადიროს უკვე გამოცდილ მონადირეზე. ეს კი არც ისე მარტივი საქმეა. თუმცა ძალასთან ერთად დიდი თეთრი ზვიგენი საკმაოდ ჭკვიანი არსებაა. ის ფსკერისკენ იწევს, სიღრმეში ჩადის. იქ, სადაც მზის ხიბი ვერ აღწევს და ქვემოდან აკვირდება ზღვის კატებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი ზურგის შეფერილობის გამო ზემოდან თეთრი ზვიგენი აბსოლუტურად შეუმჩნეველია. ის იცდის, ელოდება შესაბამის მომენტს და იწყებს შეტევას. შედეგად კი აი ასეთი რამ ხდება. მთელი ძალებით თეთრი ზვიგენი ეჯახება მსხვერპლს. ეჭიდება თავისი უზარმაზარი კბილებით მას და წყლის ზედაპირზე ხტება მსხვერპლთან ერთად. ამ დროს მისი სხეულის სიჩქარე შეიძლება 45 კმ/სთ-ში იყოს. დილის საათებში თავდასხმის 60% შემთხვევაში ზვიგენის გამარჯვებით სრულდება ჯახი. შედეგად ის დანაყრებული რჩება. თუმცა, თუ კი ზვიგენი ვერ განახორციელებს ჩანაფიქრს და ზღვის კატა გაიქცევა, აქ მისი შანსები მცირდება. რა თქმა უნდა, ზვიგენი არ ნებდება და მაინც აგრძელებს დევნას. თუმცა, თვითგადარჩენის ინსტინქტი იმდენად ძლიერი აქვს ზღვის კატას, რომ ის მარტივად გაურბის ზვიგენს. ყოველწლიურად დიდი თეთრი ზვიგენი ათასობით კილომეტრს გადაადგილდება ზღვაში. მისი მიგრაციის მიზეზი კი საკვებია. ის ყოველთვის მიცურავს იქეთ, სადაც უფრო მეტი ნადავლია. ასე რომ, დიდი თეთრი ზვიგენი მომთაბარე არსება. საოცარ მხედველობასთან ერთად, თეთრ ზვიგენს გააჩნია ერთგვარი ელექტრომაგნიტური ველი, რომლის დახმარებითაც ადვილად ხვდება სხვა ცხოველების გადაადგილების მარშრუტს და მათ კვალს მიჰყვება. ეს კი ძალიან უმარტივებს საკვების მოპოვებას. ზღვის სპილოები ფარფლფეხიანთა გვარის ნამდვილ სელაპისებრთა ოჯახის წარმომადგენლები არიან. მამლის სიგრძე 5 მეტრს აღემატება, წონა კი თითქმის 4 ტონამდეა. დედლის სიგრძე კი 3 მეტრს აღწევს, წონა კი 1 ტონას. მამალ ზღვის სპილოს ცხვირის ღრუ ბუშტივით აქვს წაზრდილი. სხეული მურა ბალნითაა დაფარული. ზღვის სპილოები ჯოგურად ცხოვრობენ. მათი გამრავლება ხდება ხმელეთზე. ზღვის სპილოები თავისი ცხოვრების 80% წყლის ქვეშ ატარებენ. ხშირად ისინი ვერც კი იაზრებენ, რომ შეიძლება უზარმაზარი მონსტრის მსხვერპლნი გახდნენ. ზღვის სპილოებში მსხვერპლს ზვიგენი შემთხვევითობის პრინციპით არასდროს არჩევს. ეს ყოველივე გააზრებულად, დამიზნებით ხდება. თეთრი ზვიგენი არჩევს შედარებით გამოუცდელ და ახალგაზრდა სპილოებს. თეთრი ზვიგენი ხშირად საათების განმავლობაში დახვდება მსხვერპლს და უთვალთვალებს. შესაბამის მომენტში კი ზუსტი შეტევით მთავრდება დევნა. თეთრი ზვიგენის ყბა ძალიან ძლიერია. იქ 300-მდე დიდი და ძალიან ბასრი კბილია მოთავსებული, რომლითაც მარტივად გლეჩს ისეთი არსების ტყავსაც კი, როგორც ზღვის სპილოა. ზვიგენის კბილებს უამრავი ნერვული დაბოლოება გააჩნია. რაც მას ეხმარება, ერთი კბენითვე გაარჩიოს საკვები გამოსადეგია მისთვის თუ უარგისი. გამუდმებული თავდასხმების და ნადირობის გამო ზვიგენის კბილები იმტროვა, თუმცა ეს არ წარმოადგენს მისთვის პრობლემას. კბილები მუდამ იცვლება, ერთს მეორე მოსდევს და ასე შემდეგ. მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ზვიგენი 20,000-მდე კბილს იცვლის. დიდი თეთრი ზვიგენები განსაკუთრებით გამოირჩევიან სხვა მსგავსი ცივსისხლიანი ცხოველებისგან, მხოლოდ მათ შეუძლიათ სხეულის გათბობა და სითბოს გამოყოფა. საერთო ჯამში კი სხვაობა მათ სხეულსა და წყლის ტემპერატურას შორის შეიძლება 15 გრადუსსაც კი უდრიდეს. შესაბამისად, სითბო მას ეხმარება არ დახარჯოს ზედმეტი ენერგია გათბობაში და ამ ენერგიას ნადირობისთვის იყენებს. მისი თვითგათბობის წუნარი ასევე ეხმარება ისეთ წყლებში გაცურვას, სადაც როგორც წესი სხვა მსგავსი თევზები ვერ დაცურავენ. ამით კი ის აფართოებს თავის საცხოვრებელ და სანადირო არეალს. ამის გამო ის სიღრმეში 1000 მეტრამდეც კი ჩადის. ასეთ დროს მას განსაკუთრებით მეტი საკვები სჭირდება ენერგიის შესანარჩუნებლად. საშუალოდ წელიწადში 30 ტონა საკვებს მოიხმარს დიდი თეთრი ზვიგენი. ყველაზე ხშირად დიდი თეთრი ზვიგენი მკვდარ უზარმაზარ ლურჯ ვეშაპს ჭამს, რომლის სხეულიც ხშირად წყლის ზედაპირზე დაცურავს სიკვდილის შემდეგ. ვეშაპის ცხიმი ეხმარება ზვიგენს შეინარჩუნოს ენერგია. იმის გამო, რომ თეთრ ზვიგენს ძლიერი ყბა აქვს, მას შეუძლია ერთი კბენით 10 კილომდე ქონის ნაჭერი მოაჭამოს მკვდარ ვეშაპს. საბოლოოდ ასე ავსებს კუჭს, სადაც 150 კილომდე საკვები ეტევა. თითქმის 30 წელი სჭირდება დიდ თეთრ ზვიგენს, რომ ზრდასრულ ასაკს მიაღწიოს. დიდი თეთრი ზვიგენი ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრები თევზია ზღვის არსებებს შორის. საშუალოდ მისი ცხოვრების პერიოდი 70 წელს ითვლის. სხვა ყველა ზვიგენებთან შედარებით სწორედ დიდი თეთრი ზვიგენი ესხმის თავს ხშირად ადამიანს. თუმცა ადამიანი მისთვის განსაკუთრებულ ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს. ზვიგენს ბევრად უფრო ცხიმიანი საკვები უყვარს, შესაბამისად მას, რა თქმა უნდა, მკვდარი ვეშაპი ურჩევნია.
ვისაუბროთ თეთრ ზვიგენებზე აკვარიუმში. ალბათ არავის ჭირდება იმის დამტკიცება, რომ დიდი თეთრი ზვიგენი ზღვის ბინადართაგან ერთ-ერთი ყველაზე საშიში არსებაა და სწორედ ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ ზემოთ. ძალიან ბევრი გვსმენია სხვადასხვა დოკუმენტური ფილმიდან თეთრი ზვიგენის შესახებ. მას ზღვის სამყაროს მოყვარულები თეთრ სიკვდილსაც კი უწოდებენ. ის გახლავთ განსაკუთრებით დიდი ზომის ზვიგენი, რომელიც ოკეანის სანაპირო რეგიონებში ბინადრობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი სიგრძე 6 მეტრს აღწევს, ხოლო წონა 2000 კილოგრამს და შესაბამისად აქამდე ცნობილი ყველაზე დიდი მტაცებელი თევზია. ის უძველესია და მისთვის ერთადერთ საშიშროებას ადამიანი წარმოადგენს. თუ არ ჩავთვლით ცელნამგალა ვეშაპს, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამ უკანასკნელის დიეტა თეთრი ზვიგენის მსგავსია, თუმცა მათ შორის ურთიერთობა იშვიათია და ამგვარად ისინი პირდაპირი კონკურენტები არ არიან. თეთრ ზვიგენთან შეხვედრას ერიდება ყველა და მხოლოდ განსაკუთრებით უშიშარი ადამიანები ახერხებენ შეხვდნენ ამ ზვიგენს წყლის ქვეშ, ისიც სპეციალური გისოსების დახმარებით. მაგრამ ალბათ დამეთანხმებით დიდებული სანახაობა იქნებოდა თუ კი ასეთ მონსტრს აკვარიუმში ვნახავდით, მაგრამ რატომ არ არის მსოფლიოს არც ერთ აკვარიუმში თეთრი ზვიგენი? თუ თეთრი ზვიგენი ასეთი საშიშია. დიახ, ერთის მხრივ საქმე სწორედ რომ უსაფრთხოებაშია, თუმცა არა ადამიანის, არამედ თავად ზვიგენის. ასეთი თავისუფალი არსების აკვარიუმის კედლებში გამოკეტვა ხშირ შემთხვევაში აზიანებს მას და მის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. პირველად დიდი თეთრი ზვიგენი აკვარიუმში გამოკეტეს 1970-იან წლებში. უпростоრად სცადეს მისი გამოკეტვა. აბა გამოიცანით, რამდენ ხანს იცოცხლა აკვარიუმში ამ ზვიგენმა? 1 წელი, რამდენიმე თვე? არა, სულ რაღაც 5 დღე. დიახ, საცოდავი ზვიგენი სულ რაღაც 5 დღეში მოკვდა. მან ვერ გაუძლო ასეთ გამოკეტილ და დატყვევებულ ცხოვრებას. მაგრამ იმ დროს მსხვერპლი მხოლოდ ის ერთადერთი ზვიგენი არ ყოფილა. ექსპერიმენტები გაგრძელდა კიდევ რამდენიმე ზვიგენზე. ყოველი მათგანი ერთი და იგივე შედეგით დასრულდა. რამდენიმე დღეში თეთრი ზვიგენი კვდებოდა. ჩნდება კითხვა, რატომ კვდება თეთრი ზვიგენი აკვარიუმში? რა აქვს მას ისეთი განსაკუთრებული, რომ არ შეუძლია იცოცხლოს სხვა ზვიგენების მსგავსად? საქმე მისი სხეულის აგებულებაშია. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, დიდი თეთრი ზვიგენი და სხვა სახეობის თევზები მუდმივად მოძრაობაში არიან, რათა წყალი მათ ლაყუჩებში მოხვდეს, რაც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელია. თეთრი ზვიგენი ოკეანეში მუდამ მოძრაობს, როგორც ეს ზემოთაც ვახსენეთ. ის ყოველთვის გადაადგილდება და ათასობით კილომეტრს ფარავს ყოველწლიურად. იგივეს, რა თქმა უნდა, ვერ გააკეთებს ის აკვარიუმში. ყოველი წინსვლა ისევ აკვარიუმის კედელთან შეხვედრით დამთავრდება, ასე რომ, როდესაც თეთრ ზვიგენს აკვარიუმში ჩასვამენ, მას სუნთქვა უძნელდება. ის ფიზიკურად სუსტდება და საკვებს ვეღარ იღებს. ადამიანს ფიზიკურად არ შეუძლია შეუქმნას ამ გასაოცარ არსებას სიცოცხლისთვის საჭირო პირობები ხელოვნურად, რადგან თეთრი ზვიგენი უნიკალური ქმნილებაა. ის რომ ცოცხალი იყოს, მუდამ უნდა გადაადგილდებოდეს და ნადირობდეს. სწორედ ამიტომ ყოველი მცდელობა გამოიკეტათ ზვიგენი აკვარიუმის კედლებში, მისი სიკვდილით მთავრდებოდა. შეუძლებელია თეთრმა ზვიგენმა აკვარიუმში იცოცხლოს. გარდა ამისა, თეთრი ზვიგენის კვების რაციონი საკმაოდ მრავალფეროვანია, რაც მას ეხმარება ენერგიის და სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნებაში. შესაბამისად, აკვარიუმში შეუძლებელია შენარჩუნდეს მისთვის ეს გარემო. თუმცა არსებობს ერთი შემთხვევა, რომელიც მონტერეი ბეის აკვარიუმში მოხდა. თეთრმა ზვიგენმა აქ 198 დღე იცოცხლა, რის შემდეგაც ის უბრალოდ ოკეანეში გაუშვეს, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს პატარა ზვიგენი იყო, დაახლოებით 1 მეტრამდე სიგრძის. მხოლოდ ამიტომ შეძლო მან ამდენ ხანს ცოცხლად დარჩენა. დელფინები. სხვადასხვა ფილმების, მონათხრობების ან წიგნების გამო საზოგადოებაში ჩამოყალიბდა აზრი, რომ ზვიგენი ხელშეუხებელია. ძალიან საშიშია და მას ვერ მიუახლოვდება სხვა ვერცერთი წყლის ბინადარი, რადგან ზვიგენი მას მაშინვე შუაზე გაგლეჭს. თუმცა ეს უბრალოდ მითია. ფაქტები სულ სხვა რამეს ამბობენ. არსებობენ ზღვის არსებები, რომლებიც ღირსეულად უწევენ წინააღმდეგობას უზარმაზარ ზვიგენებს და ამ ბრძოლაში გამარჯვებულებიც კი რჩებიან. ზვიგენი უბრალოდ მარცხდება. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ სიაშია, ეს დელფინია. თუმცა, სანამ დეტალების განხილვაზე გადავალთ, გეტყვით, რომ ზვიგენებს არა მხოლოდ ეშინიათ დელფინების, არამედ ვერ ბედავენ მათ ტერიტორიაზე გაცურვას. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ტერიტორია შავი ზღვა. შავი ზღვის წყლებში ძალიან დიდი კონცენტრაციითაა წყალბადის სულფიდი. თითქმის 90%-ითაა გაჯერებული. რასაკვირველია, ზვიგენები ამას გრძნობენ. მათი ინსტინქტი ასეთ საფრთხეებს ძალიან კარგად არჩევს. შავ ზღვაში 100 მეტრის ქვემოთ სიცოცხლე არ არსებობს, ხოლო ზვიგენებს სიღრმეში ცურვა უყვართ. თუ კი ზვიგენი შავ ზღვაში სიღრმეში გაცურავს, მაშინ ის მშიერი დარჩება, რადგან იქ სიცოცხლე, როგორც აღვნიშნეთ, არ არსებობს, ხოლო ზემოთ, სადაც სიცოცხლე ჩქეფს, მას პინძელი ელოდება, დელფინი.
ამ საოცარ ძუძუმწოვრებთან შეტაკებით ზვიგენი ძალიან რისკავს სიცოცხლით და რადგანაც დელფინები დიდებული უნარებით არიან დაჯილდოვებულნი, ზვიგენებთან გამკლავებაც არ უჭირთ. დელფინების მთავარი იარაღი ეს ოჯახია. ისინი ყოველთვის ჯგუფებად გადაადგილდებიან და შეტაკების შემთხვევაშიც ჯგუფურად უტევენ. ყოფილა არაერთი შემთხვევა, როცა დელფინთა ჯგუფი თავს დასხმია ზვიგენს და ეს შერკინება, რა თქმა უნდა, დელფინების გამარჯვებით დასრულდა. დელფინები ყოველთვის იცავენ ოჯახებს და ხშირ შემთხვევაში ადამიანებსაც კი ზვიგენის თავდასხმისგან. მაგალითად, ერთი ასეთი საოცარი შემთხვევა მოხდა 2017 წლის ივლისში, კალიფორნიის სანაპიროზე. 24 წლის ტოდ ენდრიუ მეგობრებთან ერთად სერფინგზე წავიდა. ის დღეც ერთი ჩვეულებრივი იყო. ტოდი ნამდვილი პროფესიონალი გახლდათ და მშვიდად ასრულებდა თავის საქმეს. ერთ მომენტში მან ქვემოდან ძლიერი დარტყმა იგრძნო და ის თავის დაფასთან ერთად ჰაერში აისროლა დარტყმის ძალამ. მისი მეგობრები ამ ყოველივეს საკუთარი თვალით ხედავდნენ და ეს ისტორიაც სწორედ მათ დაწერეს. როგორც აღმოჩნდა, ტოდს ზვიგენი დაესხა თავს. ზვიგენი ცდილობდა, რომ ბიჭი სიღრმეში ჩაეთრია და იქ შეეჭამა. ტოდი მთელი ძალებით ცდილობდა მტაცებლის მოშორებას, ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა. თან რაც შეეძლო ზვიგენს ერთი ხელით ურტყამდა, მეორე ხელით კი დაფას ეჭიდებოდა. ერთი სიტყვით, ის დიდ გასაჭირში იყო და პრაქტიკულად იმედი არ არსებობდა, ის განწირული იყო. მომენტალურად ზვიგენმა მას თავი დაანება და სხვა მიმართულებით გაცურა. ბიჭი დაჭრილი იყო, სისხლის დიოდა. თუმცა ზვიგენმა მას თავი დაანება. როგორც მისმა მეგობრებმა თქვეს, იმ დროს იქ დელფინების ჯგუფი გამოჩნდა, რომლებმაც ზვიგენს შეუტიეს და ზვიგენიც შეშინებული წავიდა იქედან. ტოდს სერიოზული დაზიანება ჰქონდა სხეულზე. როგორც აღნიშნეთ, სისხლის დიოდა, ამან კი კიდევ ერთი საფრთხე წარმოშვა. სისხლზე ზვიგენი უკან მობრუნდა, თუმცა დელფინთა ჯგუფმა არ მისცა იმის საშუალება, რომ ტოდს მიახლოვებოდა. მეგობრებმა სასწრაფოდ ამოიყვანეს ტოდი წყლიდან და წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას დახმარება აღმოუჩინეს. საინტერესოა, დელფინებმა წინასწარ იგრძნეს საფრთხე და ამიტომ იყვნენ მზად ბიჭის დასაცავად, თუ უბრალოდ ეს დამთხოვა იყო. ეს შემთხვევა ნამდვილად შთამბეჭდავია. დელფინი ზვიგენის დაუძინებელი მტერია და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ შედის ის შავ ზღვაში. ცელნამგალა ვეშაპი. ეს ცივსისხლიანი მკვლელი მზადაა ნებისმიერ ფასად გაანადგუროს ზვიგენი, თუ კი ის გზაზე გადაეღობება. უკეთესად რომ შევადაროთ ეს ორი არსება ერთმანეთს, მოდი ვისაუბროთ მათ ზომებზე და თვისებებზე. თეთრი ზვიგენი განსაკუთრებით დიდი ზომის ზვიგენია, რომელიც ოკეანის სანაპირო რეგიონებში ბინადრობს. მისი სიგრძე საშუალოდ 5 მეტრს აღწევს, ხოლო წონა 700 კილოგრამს. გვხვდება 1 ტონიანი ინდივიდებიც. შესაბამისად, დღემდე ცნობილი ყველაზე დიდი მტაცებელი თევზია. წყალქვეშა სამყაროში თეთრი ზვიგენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არსებაა. მისი იდეალური სხეულის ფორმა საშუალებას აძლევს განავითაროს დიდი სიჩქარე წყალში და იყოს იდეალური მონადირე. უზარმაზარი პირი ბასრი და დიდი კბილებით მსხვერპლს სასიკვდილო ჭრილობებს აყენებს. მისი ყბა ძალიან ძლიერია. საშუალოდ 5-6 მეტრის სიგრძის თეთრ ზვიგენს შეუძლია 18000 ნიუტონის ძალის დაწოლა. შედარებისთვის ცხოველთა მეფის ლომის ყბის ძალა კმენისას 4000 ნიუტონია, რაც ცხოველთა სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მაჩვენებლად ითვლება. ამ ყოველივეს ფონზე ზვიგენი წყალქვეშა სამყაროში დაუმარცხებელი უნდა იყოს, თუმცა ჩვენ ხომ მკვლელ ვეშაპზე, ცელნამგალაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც უნიკალურია, სასტიკი და შეუდარებელია. ცელნამგალა ვეშაპი წყლის ძუძუმწოვარი ცხოველია, დელფინისებრთა ოჯახიდან. გავრცელებულია მსოფლიოს ყველა ოკეანეში, დაწყებული ცივი, არქტიკული და ანტარქტიკული რაიონებიდან დამთავრებული ტროპიკული ზღვებით. ზღვის ბინადართა შორის ერთ-ერთ ყველაზე უფრო აგრესიულ ცხოველად ითვლება. მისი შეფერილობა კონტრასტულად მოშავო მოთეთრო ფერისაა. აქვთ 13 სანტიმეტრამდე სიგრძის მასიური კბილები, მოკლე თავი, რომელიც მობრტყელებულია ზემოთ. მამრის სხეულის სიგრძე 10 მეტრამდეა და წონა 7,5 ტონას აღწევს. დედრისკის შესაბამისად საშუალოდ 7 მეტრი, წონა კი 4 ტონამდე. ადამიანის მიმართ განსაკუთრებულ აგრესიას არ ამჟღავნებს. ცელნამგალა ვეშაპს მკვლელი ვეშაპი შეარქვეს. მას ტყუილად არ შეარქვეს ეს სახელი. ის მტაცებელი დელფინია, რომელიც ყველანაირი ცოცხალი არსებით იკვებება, თევზით დაწყებული მოლუსკებით დამთავრებული. და თუ ცელნამგალა დანაყრებულია, ძალიან საყვარელი და მზრუნველია. იგი სხვა ვეშაპებზე ზრუნავს, მაგრამ თუ მშიერია, აქ სულ სხვაგვარადაა საქმე. მისთვის შინაური და გარეული არ არსებობს. ჭამს ყველაფერს ნებისმიერი ზომისას და წონისას. ზვიგენსაც კი თუ მოინდომებს, თუ მსხვერპლი პატარაა, ერთი თავდამსხმელი ცერევა.
მაგრამ თუ ერთი დარტყმით ვერ მოერია, მაშინ საშუალოდ სხვა ცელნამგალებიც მოდიან. ისინი ვეშაპებს ესხმიან თავს და თუ ერთი დარტყმით ვერ მოკლეს, მაშინ რიგრიგობით მიდიან და ხორცებს აგლეჯენ. მანამ არ მოეშვებიან, სანამ არ მოკლავენ. ამ გიგანტებს დღეში დაახლოებით 150 კილოგრამი საკვები სჭირდებათ. ყველაზე საინტერესო ვეშაპების ნადირობაა. ისინი მთლიანად კი არ ჭამენ მსხვერპლს, არამედ ცდილობენ პირი გაუღონ. ვეშაპის ენა მათთვის საყვარელი საკვებია, ამიტომაც პირდაპირ ენას აგლეჯენ. ნადირობისას საკმაოდ კარგი სტრატეგები არიან. სხვადასხვა ცხოველზე თავდასხმისას ისინი სხვადასხვა სტრატეგიას ირჩევენ. მათ მშვენივრად იციან მსხვერპლის სისუსტე და ამითაც სარგებლობენ. ზვიგენებთან შერკინებისას ცელნამგალა ვეშაპი სხვადასხვა მეთოდს იყენებს. პირველ რიგში სკუდის დარტყმით ორიენტაციას ურევს მას და შემდეგ საქმეში მისი კბილები ერთვება. მასთან ზვიგენს არანაირი შანსი არ აქვს. ცელნამგალა ვეშაპები ხშირად ჯგუფურად ესხმიან თავს ზვიგენებს. ისინი წრეში მოაქცევენ მას და ჯერ რიგრიგობით ურტყამენ კუდს, ხოლო შემდეგ აქეთ-იქიდან კბენენ და ხორცებს აგლეჯენ. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ცელნამგალა ვეშაპები ახალ თაობას ნადირობას ასწავლიან და გამოცდილებას გადასცემენ. შესაბამისად, ყოველი ახალი თაობა განსაკუთრებით საშიში და დახელოვნებული მონადირე ხდება. მათ წინააღმდეგ ზვიგენი უბრალოდ უძლურია.